მოგესალმებით რადიო მარნეულის გამომწერებო Facebook მსმენელებო დმანისიდან მომავალი მარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში იმყოფება ახლა ისინი დილის 8 საათიდან წამოვიდნენ დმანისიდან და ფეხით მსვლელობას აწყობენ მარშს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიდიან ახლა კონკრეტულად ახლა იმყოფებიან სოფელ რატევანთან შემოვერთით რადიო მარნეულის Facebook Live-ს გეტყვით, რომ დმანისიდან მომავალი მარში უკვე ბოლნისის მუნიციპალიტეტში შემოვიდა. სოფელ რატევანთან არიან ახლა ისინი, დაახლოებით 35 კილომეტრი უკვე გამოიარეს ფეხით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიდიან ფეხით ხობით. მათი მარში დღეს დილით დაახლოებით 8 საათზე დაიწყო. ერთმანეთის მხარ და მხარ მე შევეცდები მათი კომენტარები მოგესმენინოთ პირდაპირ ეთერის მეშვეობით დაწოჩიდეთ მომეცევა ამის შესაძლებლობა საკუთარი ერის მტერი არ დარჩება დაუშევი საკუთარი ერის მტერი არ დარჩება დაუშევი მე შევეცდები რამდენიმე მათგანს გავესაუბრო ლაშა ჩხიმიანს ხედავთ პირდაპირ ეთერში ლაშა რადიო მარნეულის პირდაპირ ეთერში იმყოფები თქვენ ახლა მოდიხართ დმანისის მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 35 კილომეტრი უკვე გამოიარეთ და სოფელ რატევანთან ხართ და ფეხით მიდიხართ ისევ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან როგორია თქვენი განწყობა და რა არის მთავარი მიზანი განწყობა არის საფრთხე ეხის კონტებით სასწრებით მიშანია რომ ეს ტილი ავიტანო და არა გავჩერდი და მე უშო წარეთ გეტყიდოს რაღაც ამიტომ სანამ დროა და სანამ ჩვენს ერთობას აქვს ძალა უნდა ვაჩვენოთ ერთობის ძალა ძალიან დიდი მადლობა ლაშა ჩხიმიანს უსმენდით თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში როგორც გითხარით დმანისიდან მომავალი მარში უკვე ბოლნისის მუნიციპალიტეტშია კონკრეტულად სოფელ რატევანთან იმყოფებიან ისინი თქვენ ხედავთ მონაწილეები აქციის სკანდირებენ რომ ანწუხელიძე უკვდავია რომ გამარჯვება არის ხალხში მე გეტყვით ინფორმაციისთვის ვინც ახლა შემოვერთით რადიო მარნეულის პირდაპირ ეთერს რომ აი ეს ადამიანები აქტივისტთა ჯგუფი მოდის დმანისის მუნიციპალიტეტიდან დღეს დილის 8 საათზე გამოვიდნენ ისინი დმანისიდან ფეხით მოდიან დაახლოებით 35 კილომეტრი უკვე გამოიარეს და იმყოფებიან სოფელ რატევანთან აიჰანს ხედავთ პირდაპირ ეთერში აიჰან მოგესალმები რადიო მარნეულის პირდაპირ ეთერში ხართ როგორია თქვენი განწყობა და მთავარი მიზანი და მოტივი რისთვისაც აი ახლა მიემართებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან სამწუხაროდ საქართველოს შეხედავთ უკვე სრულად კონცენტრირებული ავტორიტარიზმი და რა თქმა უნდა არსებული ავტორიტარიზმის პირობებში ყველა მოქალაქე თავისუფლად შეიძლება სამწუხაროდ შესაჩერებლად ჩვენ ასეთი გზას დღეს
არის ახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტიკოსების პარტიების გათავისუფლება და საქართველოს წარმოება დემოკრატიული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და ვერ მოხერხდება სხვა გზით თუ რაღაცა დღეს არა მხოლოდ საქართველოს უმთავრეს სოფლიოში ავტორიტეტის მიმდინარეობს ბრძოლა და საქართველოს არის მასშტაბის ქვეყნებს შორის სადაც ოლიგარქის წინააღმდეგ იბრძვის დარწმუნებული ვარ ჩვენ ხალხი გაიმარჯვებს მაგრამ როგორც ძირითადი განმარტება ხალხი არის ხელისუფლების წყარო და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ამ პროცესში და დარწმუნებული ვარ რომ ხალხის ელენეს დიდი მადლობა აიჰან თქვენ ახლა უსმენდით აიჰან ჰასანს აქტივისტს მე მაცნობეს რომ გარკვეული ტექნიკური ხარვეზია ხმაში იმედია ეხლა ისმის ჩემი ხმა და ვინც ახლა შემოერთით რადიო მარნეულის Facebook Live-ს გეტყვით რომ აი ეს ადამიანები აქტივისტთა ჯგუფი მოდის დმანისის მუნიციპალიტეტიდან ფეხით მსვლელობას მართავენ მარშს, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან დასრულდება კონკრეტულად დღეს. იქ გამართავენ მშვიდობიან აქციას, რის შემდეგაც ხვალ უკვე გადაინაცვლებენ ისევ ფეხით მსვლელობით მარნეულში, მარნეულიდან კი აქტივისტთა ჯგუფი გადაინაცვლებს თბილისის მიმართულებით, სადაც შეუერთდებიან დიდ საპროტესტო აქციას, მასშტაბურ აქციას, რომელიც თავისუფლების მოედანზე იმართება. Zalis geshinodes. Zalis geshinodes. თქვენ ხედავთ ახლა აქ მონაწილეები, მარშის მონაწილეები სკანდირებენ მე შევეცდები გავესაუბრო რამდენიმე მონაწილეს კიდევ იმედია ჩემი ხმა ისმის და ასევე აქციის მონაწილის რაბილ ისმაილოვი არის ახლა პირდაპირ ეთერში რაბილ რადიო მარნეულის პირდაპირ ეთერში ხართ რომ გითხრათ თქვენი მთავარი мотиваცია დაახლოებით უკვე 35 კილომეტრი გამოიარეთ ფეხით როგორი განწყობა გაქვთ რაბილ და რა არის მთავარი мотиваცია რის გამოც დღეს მარშ შეუერთდით სოლიდარობას და სამართლიანობას დემოკრატიის გავლენას ძალიან დიდი მადლობა რაბილ ისმაილოვს უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში საფელ რატევანთან არის მარში რომელიც დმანისიდან დღეს დილის საათებში დაიძრა ფეხით მოდიან ეს ადამიანები დმანისის მუნიციპალიტეტიდან და ახლა უნდა მივიდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან სადაც გამართავენ მშვიდობიან აქციას და როგორც მონაწილეები ამბობენ ისინი დღეს ბოლნისში დაასრულებენ მშვიდობიან აქციას ხვალ უკვე ფეხით გადაინაცვლებენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მარნეულიდან კი თბილისში სწავლენ ფეხით და შეუერთდებიან მასშტაბურ აქციას რომელიც იმართება თავისუფლების მოედანზე თქვენ ხედავთ აქტივისტების ლოზუნგებს სკანდირებენ ისინი Zalis geshinodes. Zalis geshinodes. Samartas.
შევეცდები ცოტა წინ წავიდე. კარგად დაგანახოთ კადრი. ისმის ხმა. გამარჯობა, რადიო მარნეულის პირდაპირ ეთერში ხართ. რომ გითხრათ თქვენი მთავარი мотиваცია, დღევანდელი მსოფლობის რა არის თქვენი მთავარი მიზანი? ჩვენი მთავარი მიზანი არის სრულ ხალხში ვართ იმ რაღაცა 123 დღიან პროტესტთან, რომელიც რუსთაველზე ხდება დღეს. ამ პროტესტის მონაწილე ვართ. ჩვენი წინაპრები ომში მიდიოდნენ და იკრიბებოდნენ სამშობლოსთვის. ჩვენ მინიმუმ რაც შეგვიძლია, ეგ არის მოვიაროთ რეგიონები და ხალხს გავაგებინოთ, რომ მათი სამშობლო გაყიდეს, გაარუსეს. არ შეგვიძლია შევეგუოთ ჩვენი სამშობლოს გარუსებას მან თურქებს, რომლებიც ქვეყანას დღეს მართავენ. ამიტომ მინიმუმ რაც შეგვიძლია ეხლა გავაკეთოთ და ჩვენ თავს გამოწვევა მივცეთ, ეს არის ის, რომ რაღაცა 100 კილომეტრის გავლა შეგვიძლია სამშობლოსთვის, რეჟიმის ყლეებისთვის, რომლებიც რუს ოლიგარქს ტყობენ. და ამ ადამიანებისთვის უბრალოდ არ არსებობს ძალა, რომელიც შეგვეწყობინებს ბრძოლას და ამ ბრძოლას მივიყვეთ ბოლომდე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიდიხართ ფეხით, როგორც ვიცი. ეს გავმართავთ აქციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან. დავშევით ბოლნისში და ხვალ წავალთ მარნეულისკენ. მარნეულშიც გავმართავთ აქციას და ზედ 31-ში საღამოს შეუერთდებით საპროტესტო აქციას რუსთაველს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ უსმენთ ახლა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც დმანისიდან მოდის ასევე ფეხით. დმანისის მუნიციპალიტეტიდან უკვე ბოლნისში შემოვიდა მარში. ვინც ახლა შემოვერთით რადიო მარნეულის პირდაპირ ეთერს, გეტყვით, რომ დმანისის მუნიციპალიტეტიდან მოემართება ახლა მარში, რომლის ფარგლებშიც გეგმავენ 100 კილომეტრის ფეხით გავლას. მათ უკვე დმანისის მუნიციპალიტეტიდან გადმოინაცვლეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფეხით მოდიან. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან მივლენ დღეს. მარში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხალხო ეს ადამიანები გადაინაცვლებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან უკვე მარნეულის მუნიციპალიტეტში. მარნეულის მუნიციპალიტეტიდან კი ფეხით მცველობით გააგრძელებენ გზას თბილისში. როგორც აქტივისტთა ჯგუფმა გითხრა ჩვენ ინტერვიუებში, ისინი შეუერთდებიან მასშტაბურ აქციას, რომელიც თბილისში იმართება თავისუფლების მოედანზე. თქვენ ხედავთ, რომ ისინი ფეხით მოდიან და სკანდირებენ. მხარ და მხარ დავიბრუნებთ სამართალს, ყველგან
დაახლოებით 35 კილომეტრი გამოიარეს ამ ადამიანებმა და მანისის მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში. სოფელ რატევანთან არიან ახლა. რატევანის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფეხით მიემართებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან. ლაშა ჩხუმიანი ყავდა წეხან პირდაპირ ეთერში. ლაშა, გარკვეული ტექნიკური ხარვეძის გამო თქვენი ხმა არ შემოდიოდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ თუ შეგიძლიათ გითხრათ თქვენი მთავარი мотивация და რეალურად აი ამ მარშის მიზანი, რომელმაც დმანისის მუნიციპალიტეტიდან აიღოს ტარიფი. კიდევ ერთხელ ვაჩვენებ შევიზარდე. ის რომ 159 პროტესტის არ გაუძლია. და ბოლომდე მივიყვანთ სამართლიანობისთვის ბრძოლას. თბილისის პროტესტმა რეგიონებს გადმოსდო ეს პროტესტი. ეს გაღვივდა, გაძლიერდა ჩვენთან და დღეს ქვემო ქართლი მიდის თბილისის გასაძლიერებლად. და რუსთაველზე უნდა გადაწყდეს ეს ბრძოლა ჩვენი ერთად შვიდობიანად და მტკიცებულად დგომით. ძალიან დიდი მადლობა ლაშა, ახლა მიემართებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან. როგორც ვიცით, დღეს აქ გაჩერდებით, რის შემდეგაც უკვე აპირებთ მარნეულში გადანაცვლებას. მისელებმა გითხრეს, რომ ქალაქის შესასვლელში შემოგვეგებებიან და ეს იქნება ბოლნისის და დმანისის შეხვედრა. პირველი ევროპელების და ბოლნისში პირველი ევროპისკენ გზის გამკლავების სულხან-საბა ორბელიანის სამშობლოს შეხვედრა. და ჩვენ ერთად გავემართებით მერიისკენ, სადაც წავიკითხავთ ჩვენს მანიფესტს, რატო აკეთებთ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა ლაშა ჩხუბიანის სულსმენდით თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი მარში მოიცავს 3 დღეს ფეხით მცველობას დმანისის მუნიციპალიტეტიდან. დღეს უკვე დილით დაიწყეს მათ მცველობა და ახლა იმყოფებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტში და მიემართებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისკენ. მე შევეცდები კადრში გაჩვენოთ აქტივისტთა ჯგუფის მსვლელობა და მათი კანდიდატება. რამდენიმეჯერ მიწევს გამეორება იმ მსმენელებისთვის, ვინც ახლა შემოგვიერთდით, რომ დმანისის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო ეს მარში. ფეხით მოდიან ადამიანები, აქტივისტთა ჯგუფი დმანისიდან უკვე გამოიარეს დაახლოებით 25 კილომეტრი ვარცდები და მიემართებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისკენ, სადაც უკვე მონაწილეებმა მითხრეს, რომ წაიკითხავენ მანიფესტს. დღეს გაჩერდებიან ბოლნისში, ხვალ უკვე ბოლნისიდან ისინი სტარტს აიღებენ მარნეულის მუნიციპალიტეტისკენ. მარნეულის მუნიციპალიტეტიდან უკვე გადაინაცვლებენ 31-ში თბილისში, სადაც ყოველ ფეხით შეუერთდებიან იმ საპროტესტო აქციებს, რომელიც უკვე 100 დღეზე მეტია მიმდინარეობს თბილისში და მასშტაბურ აქციას თავისუფლების მოედანზე შეუერთდებიან. აი, სამართალი! არ იქნება შვიდობა! არ იქნება სამართალი! არ იქნება შვიდობა! საქართველო ადეთი! ადეთი! საქართველო ადეთი! ადეთი! გამარჯვება ხალხშია! ძალა ერთობაშია! გამარჯვება ხალხშია! ძალა ერთობაშია! საკუთარი ერის მერი! საკუთარი ერის მერი! მე ხანდენელა დავასრულებ პირდაპირ ეთერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისკენ უნდა გადაინაცვლოს მსვლელობამ, რომლებიც უკვე ფეხით მოდიან დილის 8 საათიდან დმანისის მუნიციპალიტეტიდან ბოლნისში. ბოლნისის მერიასთან გაჩერდებიან ეს ადამიანები, აქტივისტთა ჯგუფი, როგორც მათ თქვენ წაიკითხავენ მანიფესტს და ბოლნისში
შეეგებებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანები, ვინც იზიარებენ მათ მესიჯებს და შეხვდებიან. არ გავთიშავლა ის, იმიტომ რომ როგორც მივხვდი, მივუახლოვდით იმ ადგილს, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მარშრუტი უნდა შეუერთდეს დმანისის მუნიციპალიტეტს და ერთად გააგრძელონ მსვლელობა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასთან. აქცია არის მშვიდობიანი და ეს ადამიანები გაჩერდებიან დღეს დმანისის ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბოლნისის შესასვლელში ახლა დმანისიდან მომავალ ხალხს შეხვდებიან ბოლნისიდან მომავალი ადამიანები, აქტივისტთა ჯგუფი. აი თქვენ ხედავთ, არ ვიცი კადრში რამდენად ჩანს, მაგრამ შევეცდები რომ ახლო ხედით და განახოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტრაფარეტი უჭირავთ ამ ადამიანებს ხელში და ბოლნისელები უკვე ხვდებიან დმანისიდან მომავალ ადამიანებს, რომლებიც დღეს დილის 8 საათიდან მოდიან ფეხით. ბოლნისიდან მომავალი ადამიანები შეხვდებიან დმანისიდან ფეხით მომავალ აქტივისტთა ჯგუფს. არ იქნება მშვიდობა! არ იქნება მშვიდობა! ძალა ერთობაშია! ძალა ერთობაშია! აჯანყი! აჯანყი! ბოლომდე! ბოლომდე! არსად სამართალი! ყველგან კორუფცია! არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა! არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა! გვახსოვს ტერორისტები! გათავისუფლეთ ხეები! გვახსოვს ტერორისტები! გათავისუფლეთ ხეები! არ გაჩერდება ხალხის მდინარე! არ გაჩერდება ხალხის მდინარე! გამარჯვება ხალხშია! ძალა ერთობაშია! გამარჯვება ხალხშია! ძალა ერთობაშია! საქართველო აბე! ვიდრე Facebook Live-ს დავასრულებდე, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აი ახლა აქ ბოლნისის შესასვლელთან დმანისის მუნიციპალიტეტიდან მომავალ აქტივისტთა ჯგუფებს შეხვდნენ ბოლნისიდან მომავალი ადამიანები. ისინი ახლა გადაინაცვლებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სადაც როგორც აქტივისტთა ჯგუფის მონაწილეებმა გვითხრეს, რომ ისინი წაიკითხავენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან მანიფესტს. აქცია არის მშვიდობიანი, რის შემდეგაც ისინი ხვალ უკვე ფეხით გადაინაცვლებენ მარნეულის მუნიციპალიტეტში. მარნეულის მუნიციპალიტეტიდან კი იგეგმება თბილისში ფეხით მსვლელობა და უკვე ისინი შეუერთდებიან მასშტაბურ საპროტესტო აქციას, რომელიც თბილისში უკვე 100 დღეზე მეტია იმართება. მე ახლა დაგემშვიდობებით Facebook Live-ს გავთიშავ და შევეცდებით განვაახლოთ ინფორმაციები. შეიძლება იყოს Facebook პოსტები, ფოტოები, ვიდეოები და ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას ამ მსვლელობის შესახებ, რომელიც დღეს დმანისის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და გრძელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ამ ადამიანებმა დაახლოებით 40 კილომეტრი გამოიარეს